მოგესალმებით, ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ სტუმრეთ. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ეკონომიკური მოლოდინები, ეს არის თემა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. და განვითარებული მოვლენების კვალ და კვალ ვკითხოთ, როგორია მოლოდინები ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით, პირადად თქვენი მოლოდინი როგორია, რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება, რომ ქონდეს მიმდინარე პროცესების ეკონომიკაზე და ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს მინდა ვკითხოთ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვიცით, რომ ზრდიან საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, EBRD, აზიის განვითარების ბანკი, როგორ აფასებთ და პირადად თქვენი მოლოდინი როგორი არის ამ საკავშირთან? პირველ რიგში დავიწყებ მიმდინარე პროცესების შეფასებით, მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა ამ 4 ოქტომბრით, იმიტომ რომ არა მარტო არჩევნებმა დაასრულა ეს რაღაც ახალი ეტაპი, არამედ თვითონ იმ მოვლენამ, რაც მოხდა შემდგომ 4 ოქტომბრის ღამით. რომ მივყვეთ ქრონოლოგიას, როგორ ხდებოდა, ხო, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს პოლიტიკური დაძაბულობა დაიწყო გასული წლის შემოდგომის არჩევნებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნები იყო და ამას მოყვა შემდგომ როგორც ამბობენ ხანგრძლივი პროცესი, ხო, პროტესტი, თუმცა რამდენად იყო ეს პროტესტი, ის ფორმა, რასაც ყოველდღიურად, ყოველღამე რამოდენიმე ათეული ადამიანი ქუჩას ცენტრალურ მაგისტრატს კეტავდა, ეს კიდეც საკე საკითხია. თუმცა რომ თქვათ, რომ ამან რაიმე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე, არა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ერთადერთი აბსოლუტურად ყველა პარამეტრი უმჯობესდებოდა, ლარმა დაიწყო გამყარება და ჩვენ ხედავთ დღეს, რომ ლარი არის ძალიან სტაბილური ვალუტა ჩვენს რეგიონში და ეს რა თქმა უნდა აღსანიშნავია და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ყველა პარამეტრი, რამაც შეიძლება მოახდინოს გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, ყველა იყო წესრიგში და სახეზე გქონდა, რომ გასულ წელს ჩვენ დავხურეთ 9.4% ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. წელსაც საკმაოდ მაღალი გვაქვს, ვერ ვიტყვით, რომ შეიძლება 10%-იანი ანუ ორნიშნა დაჯდეს, თუმცა შაშანდელ ზრდის მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოს იქნება წლევანდელი ზრდის მაჩვენებელიც. ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა აქტორი ჩვენი ეკონომიკის, ვინც ქმნის დოლარს ჩვენს ეკონომიკაში, არ უყურებდა სერიოზულად ამ მიმდინარე პროცესებს და არ აღიქვავდა იმას, რომ ამას შეიძლება რაღაცა საფრთხე გამოიწვიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გვექნებოდა ის ზრდა, რაც გქონდა, ხო? გაზრდილი არის საბიუჯეტო შემოსავლები, გაზრდილია დღე-დღის გადამხდელთა ბრუნვაც და თვითონ ამ საწარმოთა რაოდენობაც გაზრდილია ექსპორტი, ლარი გვაქვს სტაბილური, შესაბამისად ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ თუნდაც იმ შაშანდელი მწვავე პროტესტის ფონზეც კი ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობების გულისხმობა საკმაოდ აქტიური იყო, რაც უწყობდა აი ამ დოულათის შექმნას ჩვენს ეკონომიკაში და მივიღეთ ის, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ყველა თამდევი პარამეტრით გვიჩვენებს ამას. ერთადერთი სიმცირე რაც იყო, ეს იყო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ლოგიკური ახსნა, ხო? რატო იყო სიმცირე, რატო შემცირდა? იმიტომ შემცირდა, რომ ერთი მხრივ საგარეო ვალები კომპანიებმა გადაიხადეს, რაც იყო რეკორდული შაშანდელი წელი, როდესაც რეკორდულად ჩვენმა ადგილობრივმა კომპანიებმა მოახდინეს საგარეო ვალების დაფარვა. ანუ ადამიანი როდის ფარავს ვალს, ხო? ადამიანის ლოგიკით რო ვიმსჯელოთ, ეს ფარავს მაშინ, როდესაც ხედავს, რომ პერსპექტივაში კარგი მოლოდინები აქვს. თუ მას არ აქვს კარგი მოლოდინები პერსპექტივაში, მაშინ ის პირიქით კი არ დაფარავს სიმსრებად იმ საგარეო ვალს, რომელიც მას აქვს, არამედ პირიქით ის შეეცდება, რომ რაც შეიძლება ნაკლები გასავალი ჰქონდეს და მეტი დანაზოგები შეინარჩუნოს და მეორე მომენტი იყო ის, რომ თვითონ უცხოური კომპანიები, რომელიც უცხოური კაპიტალით იყვნენ ჩვენ ქვეყანაში შექმნილი და რომელიც ითვლებოდა, რომ ეს არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, ისინი გადავიდნენ ადგილობრივი მფლობელობაში, ანუ ადგილობრივი მოსაკუთრეები გაუშვნენ ამ კომპანიებს. სწორედ აი ეს ამ ორმა ძირითადმა პარამეტრმა განაპირობა ის, რომ საერთო სტატისტიკურ მაჩვენებელში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში შედარებით მცირე მოცულობა დაგვიჯდა. თუმცა როგორც აღნიშნეთ, სხვა თამდევი პროცესები, რაც მიდიოდა ეკონომიკაში, მიუთითებს იმას, რომ მოლოდინები იყო პოზიტიური.
არჩევნებამდე მშვიდად ჩაიარა, კითხვები პრაქტიკულად ისეთი არ არსებობს, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც მის ლეგიტიმაციას დააყენებს საფრთხის ქვეშ, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც, ანუ პრაქტიკულად ყველა აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, ხო? ანუ პროტესტი, რაც მაგალითად წინა ქონდა ჩვენ მაგალითი, რომ სხვა წინა არჩევნების დროს იყო მუდმივად, რომ აი გაყალბება, აი არალეგიტიმური და ასე შემდეგ ჭყალებში, ეს ყველაფერი ამოწურული იყო ამ არჩევნებზე. და მეორეც ის პროტესტი, რაც მაგალითად ბევრი იკვეხნიდა, რომ აი ჩვენ ამდენი ხნის უწყვეტი პროტესტი გვაქვს, ეს პროტესტი დასრულდა, მე ესე ვიტყვი, რომ დასრულდა, იმიტომ რომ იმ ღამე მაჩვენა, რომ ამ პროტესტს არ აქვს მომავალი. და არც არათუ მომავალი, არამედ თვითონ არანაირი საფუძველი არ არსებობს ამ პროტესტის, შესაბამისად მივედით იქამდე, რომ შეგვრჩა 4 ოქტომბრის ღამეს აგერ დარბეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის გალავანი და შეგვრჩა რამოდენიმე ალბათ 1000 ადამიანი იქნება კიდევ პლუს დაპატიმრებული, ხო, ნუ სამწუხაროდ, მაგრამ ეს ფაქტია. ანუ რეალურად ეს არის ის შედეგი, რაც ამ პროტესტს მოჰყვა და ამის იქით უკვე აღარ იქნება. რაც შეეხება თვითონ მოლოდინები, როგორც გითხარით, ეს დასრულდება ეს პროტესტი, შესაბამისად თუ აქამდე ის უწყვეტი პროტესტი, რომელთაც იკვეხნიდა ოპოზიცია და ამბობდა, რომ აი ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვინარჩუნებთ ამ პროტესტის ტალხას, დასრულდა ამის მიუხედავად თუ ქონდა მოცემულობა, რომ ყველა ეკონომიკური აქტორი, რომელიც რაღაცას ქმნის ამ ჩვენს ქვეყანაში, ყველას არავინ არ უყურებდა ამას სერიოზულად და მაინც ფიქრობდნენ იმაზე, რომ მომავალში განვითარებულიყვნენ და ჩვენ ეს ბრუნვები გუჩვენებს ამ ყველაფერს. ამის შემდგომ, როდესაც შევხედავთ, რომ ეს პროტესტი დასრულდება, მიუხედავად ეს მოლოდინებიც უფრო მეტად გაიზრდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი წელი გვექნება ეს წელიც ამის შემდეგ და ვფიქრობ, რომ მომავალი წელი გაცილებით სტაბილური იქნება და იმიტომ რომ უახლოეს 3 წელი ჩვენ აღარ აქვს არჩევნები. და ეს მოგცემს ჩვენ საფუძველს იმისა, რომ ქვეყანა აი 3 წლის პერიოდში იყოს ძალიან სტაბილურ და მშვიდ ვითარებაში. და რაც შეეხება ის საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც იყო კიდე ჩვენს ქვეყნის მიმართ, მე ვფიქრობ, რომ ესეც შეიცვლება, იმიტომ რომ აგერ ყველა იმ შიდა პროცესებმა ამოწურეს თავი, უბრალოდ სხვა რესურსი უბრალოდ აღარ არის, უნდა გამოიყენო, ანუ ვინ უნდა გამოიყენო იმაზე მეტი, რაც უკვე გამოიყენა, არ ვიცი ვინ და ვერც ვიტყვი, ხო, მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად აღარ არსებობს მეტი პოლიტიკური და ინსტრუმენტალური რესურსი, რომელიც შეიძლება ამ ბრძოლაში და უბრალოდ ამ დაძაბულ სიტუაციაში იქნეს გამოყენებული ქვეყნის საზიანოდ. ამდენად მე ვფიქრობ, რომ პროცესები განვითარდება საკმაოდ პოზიტიურად და ეს ჩახშობა ამ პროტესტის ტალღის შეუწყობს ხელს იმას, რომ ჩაცხრეს და დასტაბილურდეს ჩვენს ქვეყანაში ეს პროცესები, რაც ბუნებრივად უკვე როგორც აღნიშნე, შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებასაც, სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებასაც და რაც ძალიან ხშირია ხოლმე აი ამ დაძაბულ ფონზე, ლარის სტაბილურობასაც ეს რა თქმა უნდა ძალიან შეუწყობს ხელს. იცით, თუ გადავხედავთ ისტორიას, ისინი ყოველთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველთვის ცდილობენ, რომ თავშეკავებული პროგნოზები გააკეთონ. იქიდან გამომდინარე, რომ თუ პროგნოზს იტყვიან მაღალს და შემდგომ ის მაღალი არ გაამართლებს, მაშინ მათ რეპუტაციაზე იმოქმედებს. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ შედარებით დაბალი პროგნოზი განსაზღვრონ და მერე ეტაპობრივად რაღაც გაზარდონ, ან გადახედონ თავიანთ მაჩვენებლებს. ეს იმიტომ, რომ მათთვის ეს ნებისმიერი მაჩვენებლის გამოცხადება მათთვის არის განსაკუთრებულად საიმიჯო მათი ორგანიზაციული რეპუტაციიდან გამომდინარე. ამიტომ ისინი განსაკუთრებით სიფრთხილით ეკიდებიან ყოველთვის მათი პროგნოზების გამოცხადებას და თუნდაც ის ფაქტი, რაც უკვე წეგამ საუბრობდი, რომ ესეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, ანუ ყოველი პროგნოზიდან პროგნოზამდე ზრდიან მათ პროგნოზებს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ ეს ორგანიზაციებიც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას და მშვიდობას ილიან. წინააღმდეგ შემთხვევაში
ის ზრდის მაჩვენებელი მათ პროგნოზებში ვერ იქნებოდა ასახული. ამიტომ როგორც უკვე აღნიშნე ეს რაღაც პროცესი დასრულდა 4-ში და ჩვენ გადავდივართ უკვე ახლა ახალი განვითარების ეტაპს. და ეს 3 წლიანი პერიოდი, რომელიც გვაქვს უკვე არჩევნებამდე, საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს საკმაოდ კარგი გრძელვადიანი განვითარების ვექტორი. მით უმეტეს, როდესაც აღნიშნე დასრულდა ეს პროცესი, უკვე თვითონ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და იმ საერთაშორისო სხვა სახელმწიფოებსაც, რომლებსაც აქვთ რაიმე ტიპის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათ მოუწევთ უკვე, რომ ჩვენ არსებულ ხელისუფლებას დაუწყონ საუბრები და აღდგეს ის ურთიერთობები, რომელიც 2 წლის წინამდელ პერიოდამდე არსებობდა, ხო, ან 3 წლის წინამდელ პერიოდამდე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პროგნოზი ნამდვილად კიდე გადაიხედება, უფრო სწორედ პროგნოზზე ახალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნება, იმიტომ ისტორია ამას გვიჩვენებს ჩვენ, რომ როდესაც ისინი აქვეყნებენ, რეალური მაჩვენებლები ყოველთვის ამ პროგნოზზე მაღალია ხოლმე. ახალ წესი იქნება, იმიტომ ყველა თამდევი პარამეტრი, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან, აბსოლუტურად ყველა არის ზრდის პროცესში. ვარის კურსთან დაკავშირებით მინდა ვკითხოთ, ზაფხულის შემდეგ ცირედი მერყეობა იყო, ჩვენ ვნახეთ, აი თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ მოკლევადიან პერსპექტივაში, აი როგორ ვთქვათ, ვარის კურსთან დაკავშირებით რას უნდა ველოდოთ? ლარის კურსი არის ძალიან სტაბილური, პირიქით ძალიან დიდი ვალუტა შემოვიდა ამ ზაფხულის პერიოდშიც და სექტემბრის პერიოდშიც, აგვისტო-სექტემბრის პერიოდში, ასე რომ ვთქვათ, და ჩვენ ნახეთ, რომ ეროვნულ ბანკმა საკმაოდ შეივსო თავისი რეზერვები, ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი არის მზად იმისათვის, რომ უპასუხოს ყველა გამოწვევას, რაც პოტენციურად შეიძლება ლარის კურსს დაუდგეს. ამიტომ და მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე და იმ მოცემულობაზე, რაც გვაქვს, ხო, რაც ახდენს გავლენას ამ ზრდას. ყველა პარამეტრი გვაქვს წესრიგში, არ არსებობს, რომ რაიმე ტიპის მერყეობა მოხდეს ლართან დაკავშირებით. ამას შეიძლება ეს თუ კი რაიმე მოხდება და რაც მაგალითად ბოლო პერიოდში რამოდენიმეჯერ მოხდა, ეს იყო რაღაც ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგი და ამას შეიძლება რაღაცა ტიპის, მაგრამ უმნიშვნელო ზეგავლენა მოახდინოს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ბანკს აქვს საკმაოდ შევსებული რეზერვები და არის უკვე მზად იმისათვის, რომ იმაზე უკეთ მზად, ვიდრე იყო შარშან, როდესაც იყო ლარზე შეტევა და ცდილობდნენ, რომ რაღაც ხელოვნური აჟიოტაჟების ფონზე მოეხდინათ ლარის გაუფასურება და რაც შემდგომში მოახდენდა უკვე ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობაზე ზეგავლენას, ეს ანუ შარშანდელზე უფრო მზად არის იმის თქმა მინდა ეროვნული ბანკი წელს, იმიტომ რომ ზაფხულმა მისცა ეროვნულ ბანკს იმის საშუალება, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით რეკორდულად შეევსოს თავისი რეზერვები და ამდენად მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ ლარზე რამე შეიძლება მოხდეს და ლარის გაუფასურება არ არსებობს, იმიტომ ეს შემოდინებები საერთაშორისო ნაკადებიდან კვლავ შენარჩუნებულია ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.